თავი მე-14. ეს სწრაფედ სიყვარულს და ეშურეთ სულიერ ნიჭებს, უფრო კი რომ იწინასწარმეტყველოთ. ვინაიდან ვინც ენით ლაპარაკობს, ის ადამიანებს კი არ ელაპარაკება, არამედ ღმერთს, რადგან არავის ესმის. რადგან სულით ლაპარაკობს, იგი საიდუმლოებებს. ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება, აღსაშენებლად, სანუგეშებლად და გასამხნევებლად. ენით მოლაპარაკე თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს. მე მსურს, რომ თქვენ ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით და უფრო მეტად რომ წინასწარმეტყველებდეთ. ვინაიდან ის, ვინც წინასწარმეტყველებს, ენებით მოლაპარაკეზე მეტია თუ განმარტავს კიდეც, რათა ეკლესია აღშენდეს. ახლა კი ძმანო, თუ მოვალ თქვენთან და ვილაპარაკებ ენებით, რა სარგებლობას მოგიტანთ, თუ არ გეტყვით, ან გამოცხადებით, ან ცოდნით, ან წინასწარმეტყველებით, ან სწავლებით. ასევე უსულო საგნები, რომლებიც ხმას გამოსცემენ, სალამური ან ებანი, თუ ხმებში არ იძლევიან განსხვავებებს, როგორ შეიცნობა, რას უკრავენ სალამურზე ან ებანზე? საყვირიც თუ გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად? ასევე თქვენც თუ ენით გაურკვეველ სიტყვას წარმოთქვამთ, როგორ გაიგება ნალაპარაკები? ჰაერში ილაპარაკებთ. მაგალითად, რამდენი განსხვავებული სიტყვაა წუთის სოფელში და მათგან არც ერთი არ არის უმნიშვნელო. ამიტომ თუ ხმის მნიშვნელობა არ ვიცი, უცხო ვიქნები მოლაპარაკისათვის, ხოლო მოლაპარაკე უცხო ჩემთვის. ასევე თქვენც, როცა ეშურებით სულიერ ნიჭებს, ეცადეთ იუხოთ ეკლესიის აღსაშენებლად. ამიტომ ილოცოს ენით მოლაპარაკემ, რათა განმარტოს კიდეც. ვინაიდან როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, ჩემი გონება კი უნაყოფოა. მაშ რა ვქნათ, ვილოცებ სულით და გონებითაც ვილოცებ. ვიგალობებ სულით და გონებითაც ვიგალობებ. ვინაიდან თუ სულით აკურთხებ, როგორ იტყვის ამინს შენს მადლობაზე უმეცართაგანი ვინმე, თუ არ ესმის, რას ამბობ შენ? აი შენ კეთილად წირავ მადლს, მაგრამ სხვა არ შენდება. მადლობ ჩემს ღმერთს, რომ ყველა თქვენგანზე მეც ვლაპარაკობ ენებით. მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში 5 სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით, რათა სხვებსაც ვასწავლო, ვიდრე 10,000 სიტყვა ენებით. ძმანო, ნუ იქნებით ბავშვები გონებით, მხოლოდ ბოროტისათვის იყავით ბალღები, გონებისათვის კი სრულწლოვანი. რჯულში წერია, სხვა ენებით და სხვათა ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს და მაინც არ მომისმენენ, მე ამბობს უფალი. ამიტომ ენა მორწმუნეთათვის კი არ არის ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის. და წინასწარმეტყველება ურწმუნოთათვის კი არ არის, არამედ მორწმუნეთათვის. და აი, თუ მთელი ეკლესია ერთად შეიკრიბება და ყველანი ილაპარაკებენ ენებით და მოვლენ უმეცარნი ან ურწმუნონი, განა არ იტყვიან შეშლილები ხართო. მაგრამ თუ ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვა ვინმე ურწმუნო ან უმეცარი, მას ყველა ამხილებს და ყველა განსჯის. და ამრიგად გამომჟღავნდება მისი გულის დაფარული. ის დაემხობა ძირს, თაყვანს ცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენ შორის არის ღმერთი. მაშინ რაღაც მანო, როცა თქვენ იკრიბებით, ყოველთვის აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლა, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება. ყოველივე ეს ხდებოდეს აღსაშენებლად. თუ ვინმე ლაპარაკობს ენებით, ილაპარაკოს ორ-ორმა, ან დიდი სამმა, ერთი მეორის მიყოლებით და ერთმა განმარტოს. თუ არ არის განმარტებელი, მაშინ გაჩუმდეს ეკლესიაში და ელაპარაკოს თავის თავს ღმერთს. წინასწარმეტყველებმა კი ილაპარაკონ ორმა ან სამმა, ხოლო სხვებმა განსაჯონ. თუ სხვას გამოეცხადება იქ მჯდომთაგანს, პირველი გაჩუმდეს. ვინაიდან ყველა სათითაოდ შეგიძლია წინასწარმეტყველება, რათა ყველა მისწავლოს და ყველა მინუგეშოს. წინასწარმეტყველთა სულები ემორჩილებიან წინასწარმეტყველთ. ვინაიდან ღმერთი უწესრიგობის კი არ არის, არამედ მშვიდობისაა, როგორც წმიდათა ყველა ეკლესიაში. დედაკაცებმა იდუმონ ეკლესიებში, რადგან უფლება არა აქვთ ილაპარაკონ, არამედ მორჩილად იყვნენ, როგორც რჯულიც ამბობს. ხოლო თუ რამის შესწავლას ურთკითხონ თავიანთ ქვრებს სახლში, ვინაიდან სამარცხვინოა დედაკაცისათვის ეკლესიაში ლაპარაკი. განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა, მარტო თქვენამდე მოაღწია. თუ ვინმეს თავისი თავი ეგონოს წინასწარმეტყველიან და სულიერი, და ეგ გაიგოს, რომ რასაც გწერთ თქვენ, უფლის მცნებაა. ხოლო თუ ვინმე უვიცია, უვიცი იყოს. მაშ ასე ძმანო, ეშურეთ რომ იწინასწარმეტყველოთ, მაგრამ ენებზე ლაპარაკს ნუ აკრძალავთ. ყველაფერი შესაფერისად და წესიერად ხდებოდეს.